დღეს 2026 წლის 28 იანვარია. Სუსტად 20 წლის წინ თბილისში 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს სანდრო გირგვლიანი. ეს არის თანამედროვე ჩვენი დროების საქართველოს ერთ-ერთი უმძიმესი, თუ ყველაზე მძიმე არა, ერთ-ერთი უმძიმესი შემთხვევა ნამდვილად. ამასთან სანდრო გირგვლიანი მოკლეს ადამიანებმა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში, შესაძლოა მეორე მესამე პლანზე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ. წემით მოკლეს, მეთქი ასე ვიტყვი. ბევრი იტყვის, რომ შემოვაკვდათო. ამიშველობა აქვს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. 2006 წლის 28 იანვარს მომხდარა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა დიდი კვალი დაატყო უკვე შემდგომ საქართველოს. მიშა სააკაშვილის ხელისუფლებასაც და მიშა სააკაშვილის შემდგომ ხელისუფლებასაც მეთქი ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, მოკლედ ჩვენს ქვეყანას. იმიტომ რომ ძალიან გახმაურდა ეს ამბავი და კარგიც არის, სწორიც არის რომ გახმაურდა. იმიტომ რომ სახელმწიფო პირებმა დანაშაული ჩაიდინეს ერთი პირის მიმართ და დანაშაულიც არის და დანაშაულიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოკლეს ის. სანდრო გირგვლიანი იყო გაერთიანებული ქართული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, იმხანად 28 წლისა, ანუ ახლა 48 წლის იქნებოდა. 12 თებერვალს მკვლელობიდან ორ კვირაში ტელეკომპანია იმედში, დროებაში, მკვლელობის ზოგიერთი დეტალი გახმაურდა. დროების ვერსიით, გირგვლიანი 27 იანვარს მეგობარ ბუხაიძესთან ერთად შარდენ ბარში, შარდენის ქუჩაზე, თავის მეგობარ გოგონას შეხვდა, კი არა, მიაკითხა, იმ გოგოს ერქვა თამარა მაისურაძე და იქ დაახვდა თაკო სალაყაია, მერაბიშვილის მეუღლე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაია, გენინსპექციის უფროსი სანოძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი იმხანად შინაგან საქმეთა სამინისტროსი დონაძე, ერქვა და გურამ დონაძე, კოლეგა მეთქი უნდა მეთქვა და ასაკვირველია, არა კოლეგა და სხვები და სხვები. ეს იყო სავარაუდოდ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ერთი დღით ადრე. ამ ვერსიას თუ გავყვებით და ეს ალბათ ყველაზე სწორი ვერსია, გირგვლიანის მეგობარი გოგონა, ანუ მაისურაძე, მათთან ერთად იყო სუფრაზე, ამ სალაყაიასთან, სანოძესთან და სხვებთან ერთად და გირგვლიანმა ის გაკიცხა, თუ სწორი სიტყვა, იმის გამო, რომ ამ ტიპებთან ერთად იმყოფებოდა. მან მკითხა, თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან, იხსენებს მაისურაძე. ამაზე მე უპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ქონდა, თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, რომ თუ მხოლოდ ამის საკითხავად იყო მოსული, მე არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მივედი. შემდეგ მან მკითხა, ანუ სანდროს უკითხავს, რატომ ვიჯექი გურამ დონაძესთან ერთად. ბუხაიძე მოარყო ამგვარი კომენტარი თავის მხრივ, ანუ სანდროს მეგობარმა. თუმცა ცნობილია, რომ ბარიდან გასვლის შემდეგ გირგვლიანთან ერთად ისინი უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ ემელსში შეყარეს და გაიტაცეს. გატაცებული ოქროყანა წაიყვანეს და გატაცებულები და სასტიკად ცემეს. ის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა. მეორე დილას გირგვლიანის აწამები და გაშიშვლებული ცხედარი სასაფლაოს მახლობლად იპოვეს. უკვე შემდგომ პერიოდში, თებერვლის შუა პერიოდიდან 21-22 თებერვლიდან ეს ამბავი ძალიან ხმაურდება. ირინა ენუქიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სადანაშაულებს მართებულადაც იქცევა, ირინა ასაკვირველია და ასე შემდეგ. დიდი სკანდალი მოხდა, იცით თქვენ, აღარ გავაგრძელებ, სკანდალი გამწვავდა მერე მარტის თვეში
და ასე შემდეგ. მოკლედ დიდი ამბები იყო. სანდრო დასაჯეს, იმიტომ რომ სანდრომ მათეული გაგებით, ასე ვიტყვი, არასწორად იმოქმედა, არასწორი იყო მათეული გაგებით, თუმცა რასაკვირველია, ამოუკიდებლად იმისას, ვაშვი სწორი იყო თუ არ იყო, რაღაც გაგებით სანდრო გირგვლიანი. ამის მიუხედავად, ამის უფლება რასაკვირველია ამ თავგასულ პირებს, რომლებიც იქ იყვნენ, იმ სუფრასთან იყვნენ, იმ მაგიდასთან იყვნენ, იმ დავალებებს იძლეოდნენ, დასჯის თაობაზე თავიანთ შიშჭორკებს აძლევდნენ დავალებებს და დასაჯეს აკიგით ხარით ოქროყანაში, ის ესწემეს რომ მერე გარდაიცვალა, ამის უფლება რასაკვირველი არ ჰქონდათ. ამიტომ კი ახლა ამბობენ მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომ რაღაც დროს გირგვლიანია, რაღაც დროს გირგვლიანზე საუბარია, ხო გამოვიძიეთ და ასე შემდეგ. მაგრამ თლად ესეც არ არის საქმე, უნდა რასაკვირველია მუდმივად ილაპარაკო. ეგრა მაგის პასუხია და 6 მარტს ვანო ბერაბიშვილმა, ანუ ორ თვეში, თვენახევარში, განაცხადა, რომ სამინისტროს 4 თანამშრომელი ალანია, აფციაური, ყაჭავა და ბიბილური დააპატიმრეს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. როგორც ეჭვმიტანილები კრიმინალობაში, მინისტრის გამოძიების დეტალები ამინის არ გაუხმაურებია გამოძიების დეტალები, თუმცა თქვა, რომ არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც მათ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებდა. დაპატიმრების გამოცხადებიდან მცირე ხანში ახალმა მემარჯვენეებმა და პარლამენტის დემოკრატიული ფრონტის ფრაქციის დეპუტატებმა პრესკონფერენცია გამართეს, მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დაპატიმრება კარგი პრეცედენტი იყო, თუმცა კობა დავითაშვილი აღარ არის ცოცხალი ეს კაცი. დემოკრატიული ფრონტიდან დაამატა, რომ გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, არამედ ისინიც, ვინც ეს შეუკვეთა. სწორიც იყო კობა დავითაშვილი. მათ მოითხოვეს ვანო ბერაბიშვილის გადაყენებაც. თანამდებობიდან დათხოვების მოყვა ყველაფერს გორანდონაძე თავისუფლეს და სხვები. საზოგადოების რეაქცია იყო, მერე იყო სტრასბურგის ამბავში იყო იცი თქვენ თუ არ ვწდები და არ ვწდები. შალვა შავგულიძე ადვოკატი და ის საქმე მოიგო გირგვლიანების ოჯახმა. ეს ყველაფერი ვიცით. მაგრამ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ ის ამბავი, რასაკვირველია, არ უნდა უარყოთ, არ უნდა დავივიწყოთ და არ უნდა შემოგვავიწყდეს. იმიტომ რომ ის კვლავ ვიმეორებ იყო ერთგვარი ტესტი საზოგადოებისათვის ერთის მხრივ და ერთგვარი წყალგამყოფი ის ამბავი. და ესეთი ამბები ემართება უკლებრივ ყველა ხელისუფალს, რომელიც თავგასულია, მაგალითად საქართველოს დევანდელი ხელისუფლება, რასაკვირველია თავგასული. ამიტომ სანდრო გირგვლიანის ხსოვნა იყოს, ასე ვიტყვი, სანდრო გირგვლიანს და მის დედას, ირინას გაუმარჯოს, სულ გაუმარჯოს. ყოველგვარი მოკიბვის გარეშე, ვისაც არ უნდა ეწყინოს და ვინც რაც არ უნდა თქვას. ამავდროულად გავიდა 20 წელიწადი. და ამ 20 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 13 წელიწადში, ეგრეთ წოდებულმა ახალმა, თუმცა რაღა ახალმა, უკვე ძველმა არსებულმა ხელისუფლებამ, რომელიც უკანონოა, ამ პირობებში დაატრიალა სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საშინელებების ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აღსანიშნავი საშინელებების ჩვენს ქვეყანაში და ვაგლახთა სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მაშინ თითქოს და ნამდვილად თუ გნებავთ ასე ვიტყვი, თავგადაკლული მომხრეები იყვნენ გირგვლიანის ოჯახისა და ითხოვდნენ სულ გამოძიებას და აღწევდნენ კიდეც გარკვეულ შემთხვევებში გარკვეულ შედეგებს, ხშირად, მოდი ასე ვიტყვი. ეს ადამიანები ჩაახმაგაკმენდილები არიან სხვა ანალოგიურ მეთქვი თქვენის ნებართვით, ასე ვიტყვი, მაგრამ თუ გნებავთ სხვანაირად თქვათ. სხვა მნიშვნელოვან кейსებზე. გამოდის, რომ გირგვლიანის მკვლელობა და ის ატრაგიკული ამბავი საქართველოს ამჟამინდელი დე-ფაქტო ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა, რომლებიც იმხანადაც იყვნენ აქტიურები, ან ხელისუფლებასთან იყვნენ, ან ხელისუფლებაში იყვნენ. გამოიყენეს საიმისოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და იმ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოეცხადებინათ საამართლიანი, იმხანად ასე ჩანდა, ბრძოლა,
ოღონდ ეს ბრძოლა სჭირდებოდა და გირგვლიანი სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იარაღად და სულაც არ იყო მათთვის აღმოჩნდა რომ არ იყო მათთვის მნიშვნელოვანი მოქალაქე გირგვლიანი კი იყო თითქოს ან ნამდვილად მაგრამ უკვე შემდგომნა ტრაგედიებიც დაატრიალა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მათ მიმართ არანაირი ემპათია ოჯახების მიმართ არანაირი ემპათია არ გამოუხატავს ყველას პრაქტიკულად ვინც იმხანად აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს ამ კეისზე და სხვა კეისებზე ყველას გარდა იმ ადამიანებისა ვინც განქოცდა ასე ვიტყვი ვინც მაშინაც ლაპარაკობდა და ესეთებიც არიან ჩვენ საზოგადოებაში განა არა ანუ ყოფილი კოცები მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მოწინააღმდეგეები და ახლა ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეები მაგრამ უმრავლესობა მაინც გოგა ხაინდრავები და არა მხოლოდ გოგა ხაინდრავები არიან ისინი რომლებიც ეგუებიან იმ უკანონობებს და საშინელებებს რაც მოხდა უკვე შემდგომ წლებში რაც დატრიალდა უკვე შემდგომ წლებში ჩვენს ქვეყანაში გავიხსენებ თუ გნებოთ აი მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის ამბავი კითხვა მაქვს რატომ არ იღებს კოლექტიური გოგა ხაინდრავა მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილთან დაკავშირებით ხმას განა უკვე სხვა ხელისუფლების პირობებში მომხდარი ეს ტრაგედია გავბედავ და ვიტყვი ნაკლები ტრაგედია ოჯახისთვის და ქვეყნისთვის ოღონდ არავითარ შემთხვევაში ვინმე არ ჩათვალოს რომ ჯერ ერთი რა არის დაღუპულების მოკლულების გატოლება დატოლება ერთმანეთთან არავითარ შემთხვევაში მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩათვალოს არც ის რომ მე ერთი წამით მივიწყებული მაქვს სანდრო გირგვლიანის ამბავი ყოველ შემდეგ ჯერზე როდესაც მე უმაღლესი ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდები ხოლმე ყოველ შემდეგ ჯერზე ალბათ ადამიანებულად ვამბობ მაგრამ მე შემიძლია ყოველ შემდეგ არანაირი კომპლექსი არ მაქვს რომ გავახსენო კი მაგრამ რატომ მოხდა ხალხმა ის თქვენ თვითკრიტიკულები არ უნდა იყოთ და ისინი თუ მგულახდილები ვიქნებით მათი აბსოლუტური უმრავლესობა თვითკრიტიკული არის ვინც ჩამოიხოკავდა ხოლმე სახეს და ამბობდა რომ აი საშინელება მოხდა და მართლაც საშინელება მოხდა დღეს ისინი ატომღაც მათი უმრავლესობა მიჩუმებულია საზა სარალიძის ამბავი გავიხსენოთ მალხაზ მაჩალიკაშვილის ამბავი ხო გავიხსენეთ სარალიძის ამბავი გავიხსენეთ მიჩუმებულები არ არიან იმ ოჯახის ტრაგედიაზე ეს ხო ფაქტია და ამ ფაქტს ვერ გავექცევით გავიხსენოთ მაგალითად ტერორი რომელსაც აწარმოებს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება სინდისის პატიმრების მიმართ თუ წინააღმდეგ არავინ მოუკლავსო სინდისის პატიმრებიდანო მაგრამ რო დააპატიმრა და ამ დაპატიმრებულთაგან ორმა თუ სამმა თვალის ჩინი პრაქტიკულად დაკარგა და სხვები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან მაინც და მაინც უნდა მოკვდეს ვინმე საპატიმროში რომ ხმა მოიღოს გოგა ხაინდრავა კოლექტიურმა თუმცა ის მორგებული რა საკვირველია ამ ხელისუფლებასთან მორგებული ამ ხელისუფლების წანაზარდი ამ ხელისუფლების სიმსივნე ამ ყველაფერს სასაკვირველია ყურადღებას არავითარ შემთხვევაში არ მიაქცევს იმიტომ რომ მისთვის როგორც რუსეთის აგენტისათვის მნიშვნელოვანი იყო საბაბები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და არა ადამიანი სანდრო გირგვლიანი თუ სხვა შემთხვევაში რომელიმე ის მოქალაქე რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფო იმხჟამიდელი ხელისუფლება იმჟამიდელი არამართლზომიერი იყო და სასტიკი იყო რა საკვირველია გარკვეულზე ხშირ გარკვეულ შემთხვევებში მაგრამ მოსატანიც არ არის იმ სისასტიკეებთან რასაც ჩადის დღევანდელი ხელისუფლება ის 2012-2013 წლამდე არსებული სისასტიკეები იმიტომ რომ უამრავი შეცდომა დანაშაულიც ჩაიდინა ხელისუფლება მაშინ მაგრამ დანაშაულის სახელმწიფოს წინაშე სახელმწიფოს გაუქმება და სახელმწიფოს გაუქმების ამ ჭყალებში წმინდა მიზნის გამო ადამიანების უფლებების ასე შელახვა არ ჩაუდენია იმასაც კი რომელსაც რასაკვირველი არ მივტირით და არც უნდა მივტიროდეთ NGO-ებში არასამთავრობო ორგანიზაციებში პარტიებში მედიაში ატალახებული იყო სოზარ სუბარები დადიოდნენ კოლექტიური სუბარები და ხაინდრავები და ცაგურიები დადიოდნენ და ლაპარაკობდნენ გირგვლიანი გავიგე მაგრამ როგორც კი მოჯდა ხსენებული ცაგურია ასე მაგალითად რკინიგზის დეპარტამენტში უკვე 14 წელიწადი გამოდის ხო იმის შემდეგ ხმა არ ამოუღია
საგურიას. იმიტომ რომ მისთვის აღმოჩნდა რომ მნიშვნელოვანი არ ვიცი მის შრომის ანაზღაურება ცხადია და ალბათ სხვადასხვა წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე იყო რა სხვადასხვა ჰქონდა მაგრამ აი დღევანდელი მდგომარეობით პირობითად რაღაც 7894 ლარი და მეტი გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ეგრეთ წოდებული სამართლიანობა და თუ ესე არ არის მე დავსვა მკითხვას მაჩალიკაშვილთან მიმართებაში რატომ არ ამოიღო ხმა საგურიამ ამ შემთხვევაში მართალია სახელმწიფო და იმ შემთხვევაში მტყუანი იყო მაშინაც სახელმწიფო მოქალაქე გირგვლიანის და მტყუანი იყო ახლაც სახელმწიფო არის ახლაც მოქალაქე მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ პროცესში თუ ამბავში ოღონდ კვლავ ვიმეორებ მე გაცილებით ხმადაბალი ობიექტურები თუ ვიქნებით მე გაცილებით ხმადაბალი ვიყავი გირგვლიანებთან დაკავშირებით თვითკრიტიკულად შევაფასოთ ეს ყველაფერი ვიდრე ხსენებული საგურია მაგალითად მაგრამ მე ობიექტურად გადავანაწილე რამდენად სწორი სიტყვა ჩემი ხმადაბალი კრიტიკა ყველას მიმართ იმ ხელისუფლებასაც ფრთხილად არასწორი სიტყვა საგურიაზე გაცილებით ხმადაბლა იმ კონკრეტულ кейსში ვაკრიტიკებდი და ამ ხელისუფლება წოდებულ ბანდასაც მოვუწოდებ კი არა საყვედურობ და ველაპარაკები მაჩალიკაშვილის არალიზის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სხვა кейსებს ეკა კუპატაძის მაგალითად ასევე იქ უამრავი ამბავია რაშიც სახელმწიფო იყო კატასტროფული მოქალაქეების წინააღმდეგ პროცესში დიახ გირგვლიანი გამოყენებული იყო იარაღად გირგვლიანის кейსი გამოყენებული იყო იარაღად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რომელსაც რასაკვირველი არ მივდიდი და რასაკვირველია ისაც მოხდა იყო თავგასულობის ბრალი კალბტონი რაგვარია მისი მეუღლე მერაბიშვილი სალაყაია და სხვებისა იქ რაღაც რაგვარი იყო დონაძე რასაკვირველია მე მელნიკოვი თუ არ ვცდები სანოძე სხვები ახალაია თუნდაც დათა და ასე შემდეგ და სამართალი ყოველთვის სამართალია და ის ამბავი და არა მხოლოდ ის ამბავი არამედ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დატრიალებული ამბები ბოლო უხეშად 5-7 წლის განმავლობაში არის თვალსაჩინოება რომ ფარისევლებით არის ავსე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსები როგორც კი მოვიდნენ და ქართულ გვარიანი რუსები არიან ბიზინა და მისი შაიკა ეგრევე ხმა ჩაიგდეს ტიპებმა რომლებიც მანამდე ესოდენ ჩემზე ხმამაღალები იყვნენ განა არა ჩემზე ჩვენგანზე და ლაპარაკობდნენ ღირსებაზე პირები რომლებიც აღმოჩნდნენ რომ უღირსონი არიან ღირსება დაკარგულები არიან ეს არის სიმართლე ამიტომ თუ სამართალია სანდრო გირგვლიანს გაუმარჯოს მისი ხსოვნა იყოს ქალტური ირინა ენუქიძის ხსოვნა იყოს ასევე ნებისმიერისა ვინც იმჟამად საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების არამართლძომიერმა ძალის გადაჭარბებამ ხშირ შემთხვევებში გარკვეულ შემთხვევებში გამოიწვია არავინ არ უარყოფს იმას რომ 7 ნოემბერი იყო კატასტროფა 2007 წლისა მაგრამ თუ ლაპარაკობთ 7 ნოემბერზე ან რომელიმე ერთ ტრაგედიაზე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ აგრეთვე 20 ივნისზე და 20 ივნისზე კი არა ასევე უნდა ვილაპარაკოთ ქიმიური არახზე რომელიც გარკვეულზე მაღალი ალბათობით გამოიყენა 1%-იანი ალბათობაც რომ არსებობდეს იმის რომ ქიმიური არაღი გამოიყენა უნდა ვილაპარაკოთ მამუკა მდინარაძის კი არა გომელაურის მიერ გამოყენებულ და მამუკა მდინარაძის მიერ ვითომ გამოძიებულ საქმეზე ანუ ქიმიური იარაღი რომ გამოიყენეს და ვითომ გამოიძიეს და თქვენს რომ არ გამოგვიყენებიაო აი ეს იქნება სამართლიანობა მე რო ხვალ დამნიშნონ პირობითად ლაპარაკობ ცხადია ხო ეხლა ჯანდაბა მინდა მე შეისვალა ხელისუფლება შეუთავაზეს რკინიგზის დეპარტამენტი როგორ და გავგიზიო წავიდე მაგრამ თქვა და მომავალმა ხელისუფლებამ რო ჩაიდინოს რამ დანაშაული არ მიმიფურთხებია იმ 9498 თუ 8757 ლარისთვის მიმიფურთხებია მე ვიტყვი და ჩემზე მაგრა და ხმამაღლა იყვიან სხვები ხომ ჩემზე ხوار საკუთარ თავზე ხوار ლაპარაკობ რომ თუ რამ დანაშაულს ჩაიდგეს მომავალი ხელისუფლება პირობითი გირგვლიანის სხვა გირგვლიანის მაჩალიკაშვილის სარალიზის და სხვათა წინააღმდეგ თუ მიმართ რასაკვირველია გამოვალთ და ვიტყვით ადამიანები გამოვლენ პატიოსანი ადამიანები გამოვლენ და იტყვიათ რომ ეს არ შეიძლება და მე ვტოვებ თანამდებობას და მე ვარ ერთ-ერთი აქტივისტი თუ წინარიგებში თუ უკანარიგებში ვინც ითხოვს სამართლიანობას
თუ ვინმე მზია ამაღლობელი დაიჭირა ან სხვა ნებისმიერ ჟურნალისტი დაიჭირა მომავალში პირობითად 2027 წელს, 8 წელს, 9 წელს, ხო? დაიჭირა თვალის ჩინი დაკარგა მით უმეტეს და დაიჭირა არაფრის გამო. სუდის ტყვის წარმოთქმა მინდა ახლა, მაგრამ არა ან მიმიფურთხებია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი რო გავხდი და ქვია იმას ბორდის თავმჯდომარე მე ოდესმე რკინიგზაზე მეტად სიმართლე გითხრათ ალბათ ეგ ყალებში მეკუთვნის რკინიგზის დეპარტამენტის უფროსობაზე მეტად მაგრამ რა ჟანდაბა მინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის 16000 ლარიან ხელფასია სამსახურში მიუხედავად იმისა რომ ყველას გვჭირდება ხო 16-იც 20-იც და 78-იც შესაძლოა არ გვაწყენს გამოწვევები გვაქვს ინფლაცია და რა უნდა გააკეთო ხო ადგილზე წამოხვიდე და უნდა იყო პირველ მეორე მე-7 15 55 რიგში ვინც იტყვის რომ ახალი სხვა მზია ამაღლობელი დაჭერილი ყავს რა შენ ამიშველება კოალიციურ მთავრობას რომელშიც არიან SPD და SPD ხო შენ თორე ალაოთ ხო არა ხარ გას ვით უმეტეს თუ კვლელობა მოხდა და ხდებოდა და მოხდა ვერ გამოსწორდება ეს ქვეყანა ვიდრე სამართლიანობა არ იქნება ამგვარად აღქმული და ამგვარად აღსრულებული ვერ გამოსწორდება კონიუნქტურის მიხედვით თუ ვივლით ვერაფერი ვერ გამოსწორდება ამ ქვეყანაში მაგრამ რაღაცა 28 იანვარია დღეს თქვენი ზემართვით მაინც სანდროთი დავიწყეთ და სანდროთი დავამთავრებ სანდრო გირგვლიანს და ქალ ილინა ენოქიძეს გაუმარჯოს ეს არის სიმართლე